ისი გეშინია? მათემატიკის გამოცდის. დაძრია შეშე და? ხო. ო, მაგას ვერ ნახავ, ჯერ გამოცდა უნდა დაწერო. შედი მიდი. რადგან მიხოს დღეს ბოლო და ყველაზე რთული გამოცდა აქვს, ძალიან ნერვიულობს. ამიტომ სანამ ის გამოცდაზე ზის და მათემატიკას წერს, 22 გრადუსის ბავშვებმა მის გახარებაზე უნდა ვიზრუნოთ. ბარემმა გადაწყვეტა, რომ ამ სიურპრიზის მოწყობაში დაგხმარებოდა. ახლა მივდივარ სტუდიაში, სადაც ყველამ ერთად უნდა მოვიფიქროთ, თუ როგორ გავახაროთ მიხო. მიხოს ყველაზე მეტად უყვარს ხალხთან ურთიერთობა. ამიტომ ახლა ყველა უნდა წავიდეთ და დავხვდეთ. გამოცდა როგორც კი გამოვა, ეგრევე რომ შეგვამჩნიოს, ფერადი ბუშტებით წავიღოთ. მართალია მიხოს გამოცდის დაწერაში ვერ დავეხმარებით, თუმცა გამოცდიდან რომ გადამწვარი გამოვა, ცივი ნაყინები დავახვედროთ. და ეგრე არის. ეს სამახსოვრო საჩუქარია და ბარემ მიხომ გახსნას. ბუდუში დამოგვიან და ამით პოსტერები გავაკეთოთ. და დრო რამდენი გვაქვს? 47 წუთი. მაშინ ბარემ შეურგეთ საქმეს. მოვიდით სკოლასთან, მოვიტანეთ ბარემის ნაყინები, ბუშტები და პოსტერები და ახლა ველოდებით მიხოს როდის გამოვა. მადლობა ძალიან დიდი. მადლობა ბარემ. AI, თქვენ ძალიან დიდი მადლობა. თული იყო. ძალიან. ერთი 8 წელი ალბათ დარტყმით დავწერემ. აბა მიხო რა ქენი დაძრია შეშე? დაუწევი, იმიტომ რომ არ შემშინებია, უბრალოდ ველავდი. და ახლა რა გეგმები გვაქვს? ჯერ ამოვისუნთქებ და მერე სამოგზაუროდ მივიდივარ ავტოსტოპით სამეგრელოში და სვანეთში. გამბედაობისთვის და თავგადასავლების მოყვარულობისთვის ბარემ შენთვის საჩუქარი აქვს. ნახო უკვე, ები. მიხდება მიხო. ახალი თავგადასავლები, რა თქმა უნდა. ვაუ. მადლობა ბარემს. და აი აქ რაც არის თუ გამოიცნობ შენია. ბარემის ნაყინი ან ბარემის შოკოლადი. ამორჩე. უფრო ნაყინი. გენიოსი ვარ. აი ახლა შეგიძლია დაგვირიგო. ნაყინები.